უძველესი ციხესიმაგრე, გიგანტური ქარის წისქვილები და ულამაზესი კასტია-ლა-მანჩას ველები. დღეს შუა საუკუნეების ესპანეთში გამოგზაურებთ. გამომყევით. ეს გიგანტური თეთრი ქარის წისქვილები, რომლებსაც ახლა ჩემს უკან ხედავთ, განსაკუთრებულია იმით, რომ კასტია-ლა-მანჩას რეგიონში ყველაზე კარგად შენახული ქარის წისქვილებია. და საინტერესო ფაქტი იცით რა არის, რომ ყველა წისქვილს თავის სახელი აქვს. აი მაგალითად, იქით რომ მორჩანს, მას სანჩო ქვია. და რატომ? რა თქმა უნდა, სანჩო პანსას გამო. აი ამ წისქვილს კი მოჩილას, ანუ ზურგჩანთები. ახლა კი გავაგზავნოთ, წავიდეთ და ვნახოთ რა ქვია დანარჩენ 9 წისქვილს, იმიტომ რომ სულ 11 წისქვილია. თუმცა სანამ ქარის წისქვილებამდე მივალთ, ეს ულამაზესი ბილიკი უნდა გავიაროთ. ამ ადგილის დანახვისას ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს სპეციალურად გამოჭრეს კლდეშიო. გადავწყვიტე აღლოროსნაირად მეც აქ აუნძვრალიყავი და ნახეთ. ულამაზესი ხედები გადამეშალა თვალწინ. No es la Tierra Media del Señor de los Anillos. ნამდვილად ვისაც გიყვართ ბეჭდების მბრძანებელი, გაგახსენებთ იმ პეიზაჟებს, ძალიან ლამაზია, სიმწვანეა და უნდა აღვნიშნო Amindi, que el tiempo, Álvaro, parece primavera. Espectacular. Y estamos, ¿qué día es hoy? 22 de febrero, domingo. 22 თებერვალია და ნახეთ როგორ ვართ. La temperatura, ya te digo, es que son 20 grados. Sí, perfecto. Vamos a continuar. Vamos. უკან აი ასეთი თვალწარმტაცი ხედი მოვიტოვეთ და სასახლესაც მივადექით. აი ახლა ამოვიარეთ ეს მთელი გზა რომ მივიდეთ აი იმ ციხესიმაგრემდე, რომელსაც ქვია Castillo de Consuegra, რა თქმა უნდა, Consuegras ციხესიმაგრე. ნახეთ როგორი აჩქარებული მოგზურდა თქვენ, წარმოიდგინეთ აქ მტერი რომ შემოვესეოდა ამ ქალაქს, როგორ დაიღლებოდა თან თავისი აბჯრები. ზუსტად აი ეს ციხე ამ სტრატეგიული მდებარეობის გამო იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტოლედოს რეგიონისთვის. ეს ციხესიმაგრე მუსულმანების ხელში იყო მე-11 საუკუნეში, შემდეგ უკვე კი რეკონკისტას პერიოდში ქრისტიანებმა დაიკავეს. მოგვიანებით უკვე გადავიდა სამხედრო ორდენის ხელში და მთლიანად აკონტროლებდა კასტია-ლა-მანჩას რეგიონს. აი როგორც ხედავთ, ყველაფერი ხელის გულივით მოსჩანს აქ. სამწუხაროდ სასახლე უკვე დაკეტილი დაგვხდა, თუმცა გარე ხედებით ძალიან ვისიამოვნეთ და თქვენც მოგიყვებით მის შესახებ. მე-11 საუკუნეში იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი არაბებს ჰქონდათ ჩაგდებული ხელში. ალფონსო მე-6 კი ჩრდილოეთით სხვადასხვა სამეფოებთან ერთად ცდილობდა, რომ რეკონკისტა გარეგრძელებინა. რეკონკისტა ეს არის ქრისტიანების ბრძოლა არაბების, ანუ მუსულმანების წინააღმდეგ. ერთ-ერთი საბედისწერო ბრძოლა სწორედ აქ კონსუეგრასთან ახლოს მოხდა. 1045 წელს ალფონსო მე-6-მ ტოლედო დაიბრუნა. აქ მცირე პაუზას გავაკეთებ და გეტყვით, რომ ვისაც არ გინახავთ ჩემი ვიდეო ტოლედოსთან დაკავშირებით, ლინკს დაგიტოვებთ აღწერაში და შეგიძლიათ გაიცნოთ ამ ულამაზესი ქალაქის ისტორიას. ახლა კი გავაგზავნოთ კონსუეგრას შესახებ. 1097 წელს ალფონსო მე-6 არაბთა გაერთიანებულ და გაძლიერებულ ლაშქარს სწორედ აქ კონსუეგრასთან შეებრძოლა. თუმცა ის მარტო არ ყოფილა. მასთან ახლდა სახელოვანი გმირის ელ სიდის ერთადერთი ვაჟი დიეგო როდრიგეს. დიეგო როდრიგესის მონაწილეობა ამ ბრძოლაში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი წარმოადგენდა ელ სიდს, ანუ ყველაზე სახელოვან გმირს ესპანეთის ისტორიაში, რომელიც იბრძოდა მუსულმანების წინააღმდეგ. დიეგო როდრიგესი სამწუხაროდ კონსუეგრას ბრძოლაში დაიღუპა. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ქრისტიანთა ჯარისთვის. სამწუხაროდ კონსუეგრა დარჩა ესპანეთის ისტორიაში როგორც ტრაგიკული ადგილი, სადაც ქრისტიანებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს. თუმცა ამ სამწუხარო მოვლენას ესპანელებისთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველ 15 აგვისტოს გააკეთონ ისტორიის რიმეიკი, ანუ წარმოადგინონ ის სცენები, რომელიც ხდებოდა 900 წლის წინ და თავარ მოედანზე, ქალაქის თავარ მოედანზე გააცოცხლონ ისტორია თუ როგორ იბრძოდნენ ქრისტიანები მუსულმანების წინააღმდეგ.
ახლა კი დროა რომ მიუახლოვდეთ კონსუაგრას მშვენებას, უпростоრად მშვენებებს, აი ამ ქარის წისქვილებს, რომლებიც ჩემს უკან ჩანს და რაც გახსენებთ ეს ყველაფერი თუ არა უდიდეს მწერალს სერვანტეს და მის უცნობილეს წიგნს დონ კიხოტე დე ლა მანჩა. წამოდით, გავიცნოთ ერთად ეს ულამაზესი ქარის წისქვილები. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, გთხოვთ აუცილებლად დაალაიქეთ და რაც მთავარია, გამოიწერეთ გვერდი. მე ამით ძალიან დიდ мотивაციას მომცემთ, რომ ასეთი და უკეთესი ვიდეოები გადავიღო. მოვადექით კიდევ ერთ წისქვილს, რომლის სახელიც არის გარდენო და რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ლამაზი და ლამაზი ხდება აქ ხედები. ალვარო, რომელი ვიყო, სანჩო პანსა თუ დონ კიხოტე? მე მგონი ორივე, ნახოთ აბა. კი, ეს საყვარელი მონუმენტი, რომელთანაც შეგიძლიათ რომ ფოტო გადაიღოთ, აი აქ არის და ამ მოლინოს, სხვათა შორის მოლინო ესპანურად არის წისქვილი, ქვია ალკანცია. ძალიან მომწონს ეს სახელი, რაღაცნაირია მგონი, ქალის სახელი უნდა იყოს, ხო? არ ვიცი ნამდვილად. ალკანცია. Suena muy español. Eso sí. ამ წისქვილების მონახულებისას დიდი ალბათობით დონ კიხოტის გზას გავდივართ. დონ კიხოტის გზა, ეს არის სერვანტესის დონ კიხოტის მიხედვით შედგენილი რუკა. დონ კიხოტმა სწორედ აი ეს გზები კასტია-ლა-მანჩას სოფლები გაიარა. რაც დანამდვილობით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პირდაპირ სიტყვა კონსუაგრა ნამდვილად არ აქვს სერვანტეს ხსენები, თუმცა აი ეს პეიზაჟები, რასაც ახლა ჩემს ირგვლივ ხედავთ, იყო სახქმული როგორც სერვანტესის ინსპირაცია. დონ კიხოტის მერვე თავში სერვანტესი აღწერს, რომ დონ კიხოტმა დაინახა ეს გიგანტური წისქვილები, რომელიც მას ეგონა უბრალოდ გიგანტები, ცუდი გიგანტები, რომელიც უნდა დაემარცხებინა და სწორედ ამ დროს მივიდა ის წისქვილთან, ქარმა დაიწყო ამ წისქვილების ტრიალი და დონ კიხოტის მალი შერჩა ამ წისქვილს, გადააგდო ცხენი ცალკე, დონ კიხოტი ცალკე და მოკლედ ასე ტრაგიკულად დასრულდა მისი გმირობის ისტორია. მოვადექით შემდეგ წისქვილს, რომლის სახელიც ცოტა გრძელია, კავაიერო დელ ვერდე გალან, აი ასე ქვია ზუსტად ამ წისქვილს. გავაგრძელოთ ვნახოთ სხვა წისქვილებიც. ესეც შემდეგი წისქვილი, რომლის სახელიც არის რუსიო, ეს წისქვილი ცოტა განსხვავებული და განსაკუთრებულია, რადგან შეგიძლიათ შეხვიდეთ, იყიდოთ სხვადასხვა სუვენირები და ასევე ახვიდეთ მაღლა, სადაც არის პატარა მუზეუმი მოწყობილი. პირდაპირ წისქვილში ნაყიდი სუვენირები მაინც სხვა არის და თქვენ ადგილას 1-2 აუცილებლად გავაყოლებდი. აი ამ კიბით კი უკვე შეგიძლიათ მაღლა მუზეუმში ასვლა, სიმბოლურად 2 ევროა გადასახდელი და ულამაზესი ხედი იშლება წინ. ასევე არის მოკლე აუდიო გიდი, რომელსაც შეგიძლიათ უყუროთ და გაეცნოთ თუ როგორ მუშაობს წისქვილი. და აი მივადექით უკვე ბოლო წისქვილს. ნეტა რა ერქმევა. Muy grande, eh? ეს კი ჩვენი ბოლო წისქვილი, რომლის სახელიც არის კლავილენიო. მიუხედავად იმისა, რომ კონსუაგრას მშვენება ეს ულამაზესი ქარის წისქვილებია, გვერდს ვერ აუვლით მის ეკლესიას. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ პლაზა დე ესპანია, ქალაქის მთავარი მოედანი და დატკბით მზის სხივებით. ეკლესიაც იქვე ახლოს არის და ნამდვილად ღირს მისი მონახულება. ამ ეკლესიის სრული სახელწოდებაა ერმიტა დე სანტისიმო კრისტო დე ლა ვერა კრუს. გარდა იმისა, რომ ეს ულამაზესი ეკლესია გამოირჩევა მისი ტრადიციული ფასადით, ეს ეკლესია ინახავს ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. გამოვყევით. ქრისტეს ეს ქანდაკება გამორჩეულია იმით, რომ მას წვერი არ აქვს. ქრისტიანული ეკლესიისთვის ეს საკმაოდ არადამახასიათებელია. სწორედ ამ დეტალის გამო ვთვლი, რომ კონსუაგრას ეკლესია განსაკუთრებულია. ვასრულებთ აქ დღევანდელ ვიდეოს, იმედია დატკბით ხედებით, რომლებიც მე დაალო რომ გადავიღეთ. მე ყოველჯერზე აქ მოსვლაზე ძალიან დიდი ემოციით ვივსები. ულამაზესია ეს ყველაფერი და ნამდვილად ჯადოსნური და უნიკალური. Aloro, ¿tú qué crees? ¿Cómo te sientes aquí? Pues a ver, al final es un lugar que es muy medieval, histórico y que creo que es un punto que nos tenéis que perder, especialmente si venís por Madrid, una visita por Toledo no está muy lejos, es ni siquiera una media hora aproximadamente o 40 minutos y yo creo que os va a encantar, pues porque es algo único al final, es algo que no podéis encontrar en otros sitios, nada más que aquí en Castilla-La Mancha y yo creo que os va a encantar. კი, ნამდვილად და ალორო განსაკუთრებით ალბათ ამაყია, იმიტომ რომ კასტია-ლა-მანჩას რეგიონიდან არის და მეც ძალიან შემიყვარდა ეს მხარე, მინდა გითხრათ, ამიტომ თუ ჩამოხვალთ ესპანეთში, ეწვიეთ აუცილებლად ამ ადგილს. ჩვენ კი რა თქმა უნდა გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი ვიდეოს გადაღებას. დროებით. Ciao, ciao.